რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ნიკა მელიასთან დაკავშირებით ამ წუთებში პროცესი მიმდინარეობს საუბარია საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე და შეფარდებული გირაოს გადაუხდელობაზე. მხარეებმა განცხადებები უკვე გააკეთეს, დეტალებით გვერდება თათია ტაბეშაძე ახლა პირდაპირ ეთერში. თათია, გისმენთ. Დიახლიზა ამ წუთებში მიმდინარეობს აღკვეთი ღონისძიების ყდომა, სადაც პროკურორი მოითხოვს ოპოზიციონერი ლიდერის ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენებას. ეს ეხება გირაოს არ გადახდას, კერძოდ ნიკა მელიამ არ გადაიხადა 50,000 ლარის ოდენობით გირაო, რომელიც მას დაეკისრა იმის გამო, რომ არ გამოცხადდა საგამოძიებო კომისიაზე. მისი პოზიცია კი არის ის, რომ საგამოძიებო კომისია და ზოგადად პარლამენტი არის არაკონსტიტუციური ორგანო და მოცხადებას არაპირებდა. თავიდანვე დაანონსა ისიც, რომ არ გადაიხდიდა გირაოს, მას ჯამში ამისთვის ჰქონდა ერთთვიანი ვადა განსაზღვრული და ეს ვადა ამოიწურა გუშინ. დაანონსებული ჰქონდა ისიც, რომ არ გამოცხადდებოდა აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას, თუ კი პროკურორი მოითხოვდა პატიმრობის შეფარდებას მის მიმართ და მეტიც ისინი ის თავის თანაგუნდელებთან ერთად შეიკრიბებოდა საკუთარი პარტიის ოფისში, რომლის სახელწოდებაა კოალიცია ცვლილებისთვის. მოკლედ მას შემდეგ, რაც არ გადაიხადა გირაო ნიკა მელიამ, მოითხოვა პროკურატურამ პატიმრობის შეფარდება, ჩაინიშნა სხდომა 29 მაისს, თუმცა პროკურორების თხოვნით ეს სხდომა გადაიდო დღევანდელი დღისთვის და სწორედ ეს აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს ახლა. პროკურორებმა განმარტეს, რომ ისინი უნდა დასწრებოდნენ სემინარს და ამის გამოითხოვეს ერთი დღით გადავადება პროცესის, თუმცა აი ამის არ სჯერა ნიკა მელიას დაცვის მხარეს, რომელიც პოლიტიზირებულად მიიჩნევს ზოგადად ამ საქმეს და ამბობს, რომ გუშინ მისი დაკავება ადმინისტრაციული წესით სწორედ უკავშირდება დღევანდელ პროცესს. თავად ნიკა მელიამაც გააკეთა განცხადება გუშინდელ დაკავებასთან დაკავშირებით და მან თქვა, რომ ეს იყო არა დაკავება, არამედ გადაცემა. პროკურატურამ გადადო პროცესი ჩვენი აზრით დაკავების მიზნით, გუშინ დაკავების მიზნით და დღეს ეს პროკურორები იმყოფებიან აქ, ერთ-ერთი პროცესი როგორ გადაიდო მაგრამ არა უშავს. დღეს აქ იმყოფებიან რაღაცა დოკუმენტით, რომელიც ჩვენ არ ვიცით. პროკურატურა მხარეა და მან გასცა მხარეზე საკუთარ თავზე დოკუმენტი. ჩვენთვის ეს დოკუმენტი სარწმუნო არ არის და იმის გამოსაკვლელად იყო თუ არა პროკურატურის მიერ ხელოვნურად ინსცენირებული მათი აღგასწრება და რაღაცა ტრენინგზე ყოფნა. თან მით უმეტეს მხარემ თავად გითხრა, რომ საჯარო ინფორმაცია და შეისწავლეთ გამოიკვლიეთო, ცალკეთ გამოკვლევა და ვერ ნახეთ, თუ შეიძლება რომ გვაჩვენოს მხარემ სამდებს ეს საჯარო ინფორმაცია და დავწმუნდეთ არა მხოლოდ ამ პროცესისთვის სპეციალურად შექმნილი დოკუმენტის მეშვეობით, არამედ საჯარო ინფორმაციის მეშვეობით და კი ბატონო გამოვიკვლიოთ. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მოგეხსენებათ, რომ წინა პროცესს ვისაუბრეთ ამაზე, ჩვენ გვაჩნია, რომ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა და სასამართლოსთვის ეს არის შესაფასებელი გარემოება. შეურაცხყოფილია ოფიციალური დოკუმენტი წარმოვადგინეთ, რომ იმყოფებოდი ტრენინგზე 28-29 მაისს შესაბამისი ცნობა მოვიტანეთ, რომელსაც აწერს წარმომადგენელი ადამიანები. ჩვენ გეუბნებით, რომ ეს ტრენინგი არა მოაწყვეტი კაცი. ხო, არ არსებობდა, ამაზე შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამისი ორგანოს და პასუხი ვაგებთ ამისთვის. მაგრამ ჩვენი ბრალდება, რომ თურმე არ არსებულ ტრენინგზე ვიყავით და ეს იყო მოგონილი, ეს აბსურდი და რას მიემართება ახლა. შევუძლიათ მიმართან პროკურატურამ გამოითხოვა ინფორმაცია ვიყავით თუ არა, საქართველოს რეგისტრირებული ჩვენი გენერალურ პროკურატურაში ყოფნა მიმდინარეობდა თუ არა ტრენინგი და რომელიც საერთოდ მიმდინარეობდა აღნიშნული ტრენინგი. მე ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე ამ წუთებში ვიმყოფები სასამართლოს შენობის ეზოში, სადაც იმყოფებიან ნიკა მელიას მხარდამჭერები, თუმცა პროცესი ასევე არის, ასე ვთქვათ, მისი მხარდამჭერები, თანაგუნდელები, შეკრებილები არიან ეზოს მიღმა ქუჩის მხარეს. ადგილზე გააკეთეს კიდეც კომენტარები პოლიტიკოსებმა, მისმა მოქმედმა და ყოფილმა თანაგუნდელებმა ნაციონალური მოძრაობიდან თუ კოალიცია ცვლილებიდან და ისინიც მიიჩნევენ, რომ საკითხი არის პოლიტიზირებული. ცოტა ხნის წინ ადგილზე მყოფმა აქტივისტებმა ასევე ფოიერვერკი როლეს. მადლობა თათია ტაბეშაძე სასამართლოდან საუბრობდა მოამბის პირდაპირ ეთერში.